1953 წლის დეკემბერში, როდესაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურის გენერალმა ლავრენტი ბერიამ თავისი პირადი საქმეების განადგურების ბრძანება გასცა, ერთი დოკუმენტი გადარჩა, რადგან მისი თანაშემწე, პოლკოვნიკი რაფაელ სარქისოვი, ვერ გაბედა მისი გაუქმება. სია შეიცავდა 115 ქალის სახელს, მისამართს და დეტალურ ინფორმაციას, რომელიც თითოეულის შესახებ აღწერდა მათ ცხოვრებას, ოჯახურ მდგომარეობას და ზუსტად იმას, როდის და სად მათხოვდა ბერია თითოეულ მათგანს. ეს არ იყო უბრალოდ სია, არამედ სიმართლის ტერიფიკაცია, რომელიც ისე დეტალურად იყო დაწერილი, რომ მის წაკითხვისას თმა ყველას დაუდგა ქუდზე. სარქისოვმა დაიმალა ეს დოკუმენტი საკუთარი სახლის კედლის ფარულ ნიშაში, სადაც იგი 7 წლის განმავლობაში იყო დამალული. მაგრამ რატომ არ გაანადგურა ეს სია? რა იცოდა იგი, რაც ჩვენ არ ვიცით? და რატომ, სწორედ ამ დოკუმენტმა, რომელიც ახლა საჯაროა, გახადა შოკი იმდენ ოჯახში, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მათი ისტორია უსაფრთხოდ იყო დაკრძალული. სარქისოვის სიის აღმოჩენა მოხდა 2009 წელს, როდესაც მისი შვილიშვილმა, ძველი სახლის რემონტის დროს, იპოვა პატარა ლითონის ყუთი, რომელიც კედლის ღრუში იყო ჩადგმული და რომელზეც არავინ იცოდა. ყუთში იყო არა მხოლოდ სია, არამედ ფოტოები, ხელით წერილი შენიშვნები და უცნაური კოდები, რომლებიც სავარაუდოდ ადგილების შესაბამისობებს აღნიშნავდა. შვილიშვილმა, რომელიც იურისტი იყო და ძალიან კარგად იცოდა, რა საფრთხეს შეიძლებოდა წარმოადგენდეს ასეთი დოკუმენტების საჯაროობა, ჯერ დაფიქრდა დაეცვა თუ არა ეს ყველაფერი. მაგრამ როცა დაიწყო სიის წაკითხვა, მიხვდა, რომ ეს უბრალოდ სიმართლის საიდუმლო არ იყო, არამედ სრულფასოვანი ამბის დოკუმენტაცია იმაზე, თუ როგორ მუშაობდა ძალაუფლების სისტემა, რომელიც ქალებს არა როგორც ადამიანებს, არამედ როგორც ნადირს განიხილავდა. დოკუმენტის თითოეული გვერდი შეიცავდა ისეთ დეტალებს, რომლებიც შემზარავი იყო თავისი სიზუსტით და ცინიზმით. სია იწყებოდა 1939 წლით, როდესაც ბერია ჯერ კიდევ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების უფროსი იყო და მთავრდებოდა 1953 წლით, სწორედ იმ მომენტამდე, როდესაც მან გააცნობიერა, რომ ამ ყველაფრის დოკუმენტირება ძალიან საშიში გახდა. თითოეული ჩანაწერი შეიცავდა არა მხოლოდ ქალის სახელს და გვარს, არამედ მის ასაკს, მისამართს, საქმიანობას, ოჯახურ მდგომარეობას, ზუსტ თარიღს, როდესაც პირველად მოხდა შეხვედრა და საინტერესო ფაქტებს, რომლებიც ამ ქალების ცხოვრებიდან იყო აღებული. სარქისოვი, რომელიც პირადად იყო პასუხისმგებელი ბერიას უშიშროებაზე და როგორც ჩანს, ამ შეხვედრების ორგანიზებაზეც, აღწერდა თითოეულ შემთხვევას ისე, თითქოს სამსახურებრივ ოპერაციას აწარმოებდა. მაგრამ ეს არ იყო საქმიანი ოპერაციები, ეს იყო ქალების მთელი ცხოვრების ჩამოგდება სიმარცხვისა და შიშის პროპასტში, რომელშიც მათი სურვილი და შესაძლებლობა უარს ითქვა არავითარ როლს არ თამაშობდა. ნათელია, რომ სარქისოვი იცოდა იმაზე მეტი, ვიდრე დაწერა, რადგან სიაში იყო დაშიფრული ნიშნები, რომლებიც მხოლოდ 1915 წელს გაშიფრეს, როდესაც ერთმა ყოფილმა კგბ-ლმა, რომელიც ბერიას ასევე ემსახურებოდა, ახსნა ამ კოდების მნიშვნელობა. აღმოჩნდა, რომ კოდები მიუთითებდა იმაზე, თუ სად და როგორ ხდებოდა შეხვედრები, რა სახის საშუალებები იყენებოდა ქალების მოსაზიდად და რა საფრთხე ემუქრებოდა მათ, თუ ისინი უარს იტყოდნენ. უფრო მეტიც, სარქისოვმა განსაკუთრებით აღნიშნა ის ქალები, რომლებიც სხვა მაღალჩინოსნების ცოლები ან შვილები იყვნენ, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ ბერია თავისი ძალაუფლების გამოყენებით არა მხოლოდ ქალებს ანადგურებდა, არამედ იმ ადამიანების თავზეც აკიდებდა დამოკიდებულების ხომალდს, რომლებიც აწყობილნი ზედა სფეროს წევრები იყვნენ. რატომ აღწერდა სარქისოვი ამ ყველაფერს ასეთი დეტალურობით? იყო თუ არა იგი უბრალოდ დამკვირვებელი, თუ კიდევ სინდისი მასაც უქონდა და ცდილობდა რაღაც სახის მტკიცებულების დატოვებას? სიაში მითითებული პირველი ქალი იყო 21 წლის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი, რომელიც თბილისში ცხოვრობდა და რომლის ოჯახიც უბრალო მუშათა ოჯახს წარმოადგენდა. სარქისოვმა აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა მოხდა 1939 წლის აპრილში, თბილისის თეატრის შენობის მახლობლად, სადაც გოგონა მეგობრებთან ერთად საღამოს სეირნობდა. ბერია, რომელიც თავისი მძღოლის თანხლებით გამოჩნდა, პირდაპირ მივიდა მასთან და შესთავაზა, გაჰყოლოდა სახლამდე, რადგან საღამო დაბნელდა და ქუჩები დაბინდული იყო. სარქისოვი წერდა, რომ გოგონამ ჯერ უარი თქვა, მაგრამ როდესაც ბერიამ თავი წარადგინა და უთხრა, რომ მნიშვნელოვანი პირია, გოგონა შეშინდა და დათანხმდა. მას შემდეგ მისი ცხოვრება გახდა უსასრულო კოშმარი. რადგან ბერია არ აძლევდა მას მშვიდობაში ყოფნის საშუალებას და ყოველ შემთხვევაში, როცა ცდილობდა თავის დახსნას, სარქისოვი ან სხვა ადამიანები გამოჩნდებოდნენ და უთხრობდნენ, რომ მისი ოჯახი საფრთხეშია, თუ არ გააგრძელებდა ვიზიტებს. ასეთი იყო პირველი ქალი სიიდან და ეს იყო მხოლოდ დასაწყისი ამბისა, რომელიც მთელი 115 ქალისთვის იმეორებოდა განსხვავებული დეტალებით, მაგრამ ერთი და იგივე საშინელი სქემით. რას ფიქრობდით, როდესაც ისმენდით ამ ქალის ისტორიას?
წარმოიდგინეთ, თქვენი ქალიშვილი, დედა ან და იმყოფება ქუჩაში და უეცრად გამოჩნდება ძალაუფლების პირი, რომელიც მას არჩევანს არ აძლევს და მთელ მის მომავალს ანადგურებს ერთი საღამოს განმავლობაში. რა შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო საშინელი ამაზე? და რატომ, ათეულობით წლის განმავლობაში, არავინ საუბრობდა ამაზე საჯაროდ? რა სახის ძალაუფლება საჭიროა იმისთვის, რომ ასეთი საიდუმლოებები დამალული დარჩეს ათეული წლების განმავლობაში? სარქისოვის სიიდან გამოჩნდა, რომ ბერიას ჰქონდა გარკვეული პრეფერენციები, რომლებიც განსაზღვრავდა იმას, თუ რომელი ქალები მოექცეოდნენ მის ყურადღების ფოკუსში. უპირველეს ყოვლისა ის ინტერესდებოდა ახალგაზრდა, ახალი საქმრო არ ჰყავთ, ხშირად სტუდენტებით ან პედაგოგებით, რომლებიც სოციალურად იზოლირებულნი იყვნენ და რომლებიც არ ჰყავდათ ძლიერი ოჯახური კავშირები, რომლებიც შეძლებდნენ მათ დაცვას. მაგრამ ასევე სიაში იყო ცნობილი მსახიობები, ვალერინები და სხვა საზოგადოებრივი ფიგურები, რომლებიც იმ დროს ძალიან პოპულარული იყვნენ და რომლებსაც ჰქონდათ წარმატებული კარიერა. სარქისოვი აღნიშნავდა, რომ ამ შემთხვევებში ბერია იყენებდა განსხვავებულ ტაქტიკას, რადგან ისინი ვერ შეეშინდებოდნენ ისე ადვილად, როგორც უბრალო გოგონები. მათთვის იგი იყენებდა დაპირებებს კარიერული წინსვლისა, რეჟისორების და პროდიუსერების გავლენის შესახებ და ხშირად აძლევდა მათ ძვირფასი საჩუქრებს და შესთავაზებდა მომავალში მნიშვნელოვან როლებს. ასეთი მეთოდი მუშაობდა იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირში კარიერა მთლიანად დამოკიდებული იყო პარტიის წევრების კეთილგანწყობაზე და ბერია, როგორც ერთ-ერთი უძლიერესი პირი ქვეყანაში, შეეძლო ნებისმიერი ადამიანის ბედის გადაწყვეტა. სია შეიცავდა ერთ განსაკუთრებულ ნაწილს, სადაც სარქისოვი აღწერდა იმ ქალებს, რომლებიც სხვა ჩინოსნების ცოლები და ქალიშვილები იყვნენ და ასეთი ქალების რაოდენობა სიიდან იყო 23, რაც მნიშვნელოვანი რიცხვია. ეს იყო ის ნაწილი, რომელიც ყველაზე საშიშიც იყო და ყველაზე დამღუპველიც ბერიასთვის, რადგან აქ აღარ იყო საქმე მხოლოდ უბრალო ქალების გაძარცვაში, არამედ იგი უშუალოდ ეხებოდა იმ ადამიანების ოჯახებს, რომლებიც თავად იყვნენ ხელისუფლების ნაწილი. სარქისოვმა აღნიშნა, რომ ბერია ამას იყენებდა როგორც კონტროლის ინსტრუმენტს, რადგან როდესაც რომელიმე მოხელე ცდილობდა წინააღმდეგობას ან არ ასრულებდა მის ბრძანებებს, ბერია უბრალოდ მიჰყავდა მის ცოლს ან ქალიშვილს მანქანაში და ასეთი ადამიანი მყისიერად ხდებოდა მორჩილი და დამორჩილებული. ეს იყო არა მხოლოდ ძალაუფლების გამოჩენა, არამედ პირდაპირი ტერორი იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც თავად იყვნენ სისტემის ნაწილი და არ შეეძლოთ პროტესტი, რადგან პროტესტი ნიშნავდა არა მხოლოდ მათი თავის, არამედ მათი ოჯახის გაუქმებას. სარქისოვის ხელით წერილ შენიშვნებში იყო ერთი განსაკუთრებით შემაშფოთებელი დეტალი, რომელიც მიუთითებდა იმაზე, თუ როგორ ორგანიზდებოდა ეს ყველაფერი. იგი წერდა, რომ ბერიას ჰქონდა სპეციალური ჯგუფი, რომელიც შედგებოდა 5-დან 10 ადამიანამდე, რომლებიც პირდაპირ მას ემორჩილებოდნენ და რომელთა საქმე იყო ქალების მონიტორინგი, მათი ყოველდღიური ცხოვრების თვალყურისდევნება და შესაფერისი მომენტის მოძიება, რათა ბერიას შეეძლო მათი შეხვედრა ისე, რომ ნაკლებად საეჭვო ყოფილიყო. ეს ჯგუფი, რომელსაც სარქისოვი უწოდებდა სპეციალურ საოპერაციო ჯგუფს, მუშაობდა ისე, როგორც საუკეთესო დაზვერვითი სამსახური, რომელიც აგროვებდა ინფორმაციას ქალების ცხოვრების ყველა დეტალის შესახებ, მათ შორის მათი საყვარელი ადგილების, დროების, როდესაც ისინი მარტო რჩებოდნენ და იმის შესახებ, თუ ვინ იყო მათთან ახლოს, ვის შეეძლო დახმარება ან დაცვა. სარქისოვმა ერთ ადგილას თქვა, რომ ეს ჯგუფი იყო ისეთივე ეფექტური, როგორც კგბ-ის საუკეთესო ანალიტიკური განყოფილება, მაგრამ მისი მიზანი იყო არა სახელმწიფო მტრების მოძიება, არამედ ქალების მოძიება, რომლებიც ბერიას შეესაბამებოდა მის კრიტერიუმებს. რას წარმოიდგენდით, როდესაც თქვენი ყოველი ნაბიჯი, ყოველი მოძრაობა თვალთვალის ქვეშ იყო და რაღაც მომენტში უცებ გამოჩნდებოდა მანქანა, რომელიც მოგთხოვდა ჩასხდომას და თავად ბერია თქვენთან ისაუბრებდა? როგორი შიში უნდა ყოფილიყო ამ ქალების გულებში, როდესაც ისინი აღმოაჩენდნენ, რომ მათი მთელი ცხოვრება ვიღაცის მიერ უკვე შესწავლილი იყო და მათ აღარაფერი დარჩათ პირადი და დაცული. სარქისოვის დოკუმენტი აჩვენებს, რომ ეს არ იყო შემთხვევითი შეხვედრები, არამედ კარგად დაგეგმილი ოპერაციები, რომლებშიც ყველა დეტალი წინასწარ იყო განსაზღვრული და არაფერი რჩებოდა შემთხვევითობისთვის. სიიდან ასევე ირკვევა, რომ ბერია ხშირად იყენებდა თავის თანამდებობას და ძალაუფლებას იმისთვის, რომ დაეყენებინა ქალებისთვის საფრთხე არა მხოლოდ მათი თავისთვის, არამედ მათი ოჯახებისთვისაც. სარქისოვი აღწერს რამდენიმე შემთხვევას, როდესაც ქალები ცდილობდნენ გაქცევას ან გამალვას, მაგრამ მათი მშობლები ან და-ძმა ხვდებოდნენ კგბ-ის ხელში, რომლებიც მათ აფრთხილებდნენ, რომ თუ მათი ქალიშვილი არ გამოჩნდებოდა იქ, სადაც ბერია მოუწოდებდა, მათ პრობლემები ექნებოდათ სამსახურში, განათლებაში ან უფრო უარესი. ასეთი საფრთხეები იყო რეალური, რადგან საბჭოთა კავშირში ერთი სიტყვა ბერიასგან შეეძლო ნებისმიერი ადამიანის ბედის გადაწყვეტა და არავინ გაბედავდა მის წინააღმდეგ წასვლას. სარქისოვმა ერთ ადგილას აღნიშნა, რომ ერთი ქალის მამა,
რომელიც მაღალი რანგის საინჟინრო თანამშრომელი იყო, შეეცადა თავისი ქალიშვილის დაცვა და წერილი დაწერა უშუალოდ სტალინზე, მაგრამ ეს წერილი არასოდეს მიუღწევია სტალინამდე, რადგან ბერიას ადამიანებმა გადაიტაცეს იგი და თავად საინჟინრო მოხელე გაგზავნეს შორეულ რეგიონში საქმიანობის დასრულებით. თუ ასეთი ძალაუფლება და ასეთი კონტროლი ჰქონდა ბერიას, რატომ ჩანს, რომ მან თავად გადაწყვიტა ამ ყველაფრის დოკუმენტირება? ან რატომ მისცა სარქისოვს საშუალება, რომ ეწერა ეს ყველაფერი? იყო თუ არა ბერია იმდენად დარწმუნებული თავის ძალაუფლებაში, რომ არ ეშინოდა გამჟღავნებისა, თუ კიდევ სარქისოვი მალავდა ამ დოკუმენტებს ბერიას უკან და ცდილობდა რაღაც სახის გამოსავალს მოეძებნა მომავალში. სიაში მოყვანილი ქალები იყვნენ განსხვავებული სოციალური ფენებიდან და განსხვავებული პროფესიებისა, მაგრამ თითქმის ყველას საერთო ჰქონდა ის, რომ ისინი იყვნენ ახალგაზრდები, უმეტესობა 20-30 წლამდე ასაკის. და უმრავლესობას არ ჰქონდა ძლიერი ოჯახური ან სოციალური კავშირები, რომლებიც შეძლებდნენ მათ დაცვას. სარქისოვმა განსაკუთრებით აღნიშნა ერთი ბალერინა, რომელიც მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში და რომელიც მოგვიანებით გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბალერინა საბჭოთა კავშირში, მაგრამ სარქისოვის სიაში მისი სახელი იყო აღნიშნული, როგორც ერთ-ერთი ქალი, რომელიც 1931 წელს შეხვდა ბერიას. სარქისოვი აღწერდა, რომ ეს შეხვედრა მოხდა თეატრის შენობაში, სადაც ბერია წავიდა სპექტაკლის ნახვაზე და სპექტაკლის შემდეგ მოითხოვა, რომ ბალერინა მას პირადად შეხვედროდა თავის საკაბინეტოში. ბალერინამ, რომელიც იმ დროს მხოლოდ 19 წლის იყო და ჯერ კიდევ იწყებდა თავის კარიერას, ვერ უარყო ასეთი მოწვევა, რადგან ყველამ იცოდა, რომ ბერიას უარის თქმა ნიშნავდა კარიერის დასასრულს და შესაძლოა უფრო მძიმე შედეგებს. სარქისოვი აღნიშნავდა, რომ ბალერინას მთელი შემდგომი კარიერა იყო დამოკიდებული ბერიაზე. რადგან ყოველი მისი ახალი როლი და ყოველი მისი გამოსვლა უცხოეთში იყო დაკავშირებული ბერიას თანხმობასთან. სწორედ ეს იყო ის ტაქტიკა, რომელიც ბერიამ გამოიყენა მრავალ განსხვავებულ ქალთან, განსაკუთრებით მათთან, ვინც კულტურულ სფეროში მუშაობდა, რომ მათ შეეძლოთ კარიერული წინსვლა მხოლოდ მის კეთილგანწყობით და ამდენად მათ არ შეეძლოთ წინააღმდეგობა, თუ არ იყო მზად მთლიანად გაენადგურებინა საკუთარი მომავალი. ასეთი ქალები ხდებოდნენ დამოკიდებულნი ბერიაზე არა მხოლოდ შიშით, არამედ სურვილით, რომ გაეგრძელებინათ საკუთარი წარმატება და პოპულარობა, რაც მათ კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აყენებდა, რადგან მათ არ შეეძლოთ საჯაროდ საუბარი იმაზე, თუ რა იყო მათი წარმატების ნამდვილი ფასი. სიიდან ასევე ჩანს, რომ სარქისოვი ინახავდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა იმ ქალებთან, რომლებიც ცდილობდნენ გარბენას ან საჯაროდ საუბარს დაწყებას. სარქისოვმა აღნიშნა, რომ ასეთი შემთხვევები იყო ძალიან იშვიათი. რადგან უმეტესობა ეშინოდა შედეგების, მაგრამ ერთმა ქალმა, რომელიც მასწავლებელი იყო მოსკოვში და რომელსაც ბერია შეხვდა 1938 წელს, გაბედა და დაწერა წერილი ცენტრალურ კომიტეტს, სადაც აღწერდა იმას, თუ როგორ აიძულებდნენ ბერიასთან შეხვედრებს. ეს წერილი არასოდეს მიაღწია ცენტრალურ კომიტეტამდე, რადგან ბერიას ადამიანებმა გადაიტაცეს და თავად მასწავლებელი გადაიყვანეს შორეულ რეგიონში, სადაც იგი დარჩა დანარჩენი ცხოვრების განმავლობაში, იზოლირებული და მორჩილი. სარქისოვი დეტალურად აღწერდა ამ შემთხვევას და აღნიშნავდა, რომ ეს იყო მაგალითი იმისა, თუ რა ხდებოდა მათთან, ვინც ცდილობდა წინააღმდეგობას. რა შეიძლებოდა იფიქროს ადამიანმა, რომელიც კითხულობს ამ დოკუმენტებს და აღმოაჩენს, რომ სამართლიანობის საძიებლად არავითარი გზა არ იყო, რადგან სისტემა თავად იყო დამნაშავის დამცველი. რა გრძნობას გამოიწვევდა ის, რომ იცოდე, რომ თქვენი სიტყვა არასოდეს იქნება მოსმენილი, რადგან ის, ვინც თქვენ აძარცავს, არის ის, ვისაც აქვს ყველაზე დიდი ძალაუფლება. გაგრძელება სარქისოვის სიაში ყველაზე შემაშფოთებელი იყო ის ნაწილი, სადაც აღწერილი იყო ის ქალები, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან იყვნენ, ან უცხოელი დიპლომატების ოჯახების წევრები იყვნენ და რომლებიც მოსკოვში ცხოვრობდნენ. სარქისოვმა აღნიშნა, რომ ბერია განსაკუთრებით ინტერესდებოდა ასეთი ქალებით, რადგან ისინი წარმოადგენდნენ არა მხოლოდ პირად ინტერესს, არამედ პოტენციურ საშუალებას დაზვერვითი ინფორმაციის მოსაპოვებლად. სიაში იყო 5 ქალი, რომლებიც იყვნენ პოლონელი, გერმანელი და ჩეხი დიპლომატების ცოლები ან ქალიშვილები და სარქისოვი დეტალურად აღწერდა, თუ როგორ ორგანიზდებოდა მათთან შეხვედრები და რა სახის ინფორმაცია ცდილობდა ბერია მათგან მიეღო. ერთ შემთხვევაში სარქისოვმა აღნიშნა, რომ ბერიამ გამოიყენა ერთი პოლონელი დიპლომატის ცოლი იმისთვის, რომ მიეღო ინფორმაცია პოლონეთის შიდა პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ და როდესაც ქალმა უარი თქვა ასეთი ინფორმაციის მიწოდებაზე, ბერიამ დაემუქრა, რომ მისი ქმარი დაკარგავდა თავის თანამდებობას და ოჯახი იძულებული გახდებოდა დაბრუნებულიყო პოლონეთში სრული სირცხვილით. ქალმა საბოლოოდ დათანხმდა და გახდა ბერიას ინფორმატორი, რაც მას აქცევდა არა მხოლოდ მსხვერპლად, არამედ თანამონაწილედ იმ სისტემაში, რომელიც მას თავად ანადგურებდა.
ასეთი შემთხვევები აჩვენებს, რომ ბერიას მეთოდები იყო არა მხოლოდ პირადი სიამოვნების მიღწევა, არამედ სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომელიც მას საშუალებას აძლევდა გაეზარდა თავისი ძალაუფლება და გავლენა როგორც შიდა, ისე გარე პოლიტიკაში. სარკისოვი წერდა, რომ ბერია ხშირად იყენებდა ამ ქალებს როგორც წყაროებს, რომლებიც მას აწვდიდნენ ინფორმაციას სხვა ქვეყნების დიპლომატების შესახებ, მათი პირადი ცხოვრების დეტალების შესახებ და იმის შესახებ, თუ ვინ იყო მათი კავშირები და რა სახის გეგმები ჰქონდათ. ასეთი ინფორმაცია იყო ძალიან ღირებული საბჭოთა დაზვერვისთვის და ბერია იყენებდა მას იმისთვის, რომ გაეძლიერებინა თავისი პოზიცია სტალინის თვალში და დაემტკიცებინა, რომ იგი იყო არა მხოლოდ უშიშროების უფროსი, არამედ ადამიანი, რომელსაც შეეძლო ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება ნებისმიერი საშუალებით. მაგრამ რატომ არავინ ამბობდა ამაზე? რატომ არავინ ცდილობდა ამ ქალების დახმარებას ან მათი ისტორიების საჯაროობას? პასუხი მარტივია და საშინელი ერთდროულად, რადგან საბჭოთა კავშირში არავინ გაბედავდა ბერიას წინააღმდეგ წასვლას, რადგან ეს ნიშნავდა არა მხოლოდ პირადი თავის, არამედ მთელი ოჯახის გაუქმებას. სარკისოვმა თავის შენიშვნებში აღნიშნა, რომ იყო რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ცდილობდნენ რაღაც სახის წინააღმდეგობას, მაგრამ ყველა მათგანი ან გაქრა, ან გადაიყვანეს შორეულ რეგიონებში, სადაც მათი ხმა აღარ იყო მოსმენილი. ერთ შემთხვევაში სარკისოვმა აღწერა, თუ როგორ ცდილობდა ერთი მაღალი რანგის პარტიის წევრი, რომლის ქალიშვილი იყო სიაში, რომ დაეცვა თავისი შვილი და წერილი დაწერა უშუალოდ სტალინზე. მაგრამ ეს წერილი არასოდეს მიაღწია სტალინამდე, რადგან ბერიას ადამიანებმა გადაიტაცეს და თავად პარტიის წევრი დააპატიმრეს ბრალდებით, რომ იგი იყო უცხოური დაზვერვის აგენტი. ასეთი იყო ბერიას ძალაუფლება და ასეთი იყო შიში, რომელიც მას გარშემო იყო შექმნილი. სარკისოვის სიაში იყო ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად ხდებოდა ეს შეხვედრები და რა სახის ადგილები იყენებდა ბერია ამისთვის. სარკისოვმა აღნიშნა, რომ ბერიას ჰქონდა რამდენიმე სპეციალური ადგილი მოსკოვში და მის გარეთ, სადაც იგი იყენებდა ამ შეხვედრებისთვის და რომლებიც იყო სრულიად იზოლირებული და დაცული. ერთ-ერთი ასეთი ადგილი იყო მოსკოვის ცენტრში მდებარე სახლი, რომელიც გარედან ჩანდა როგორც ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობა, მაგრამ შიგნით იყო სრულიად განსხვავებული სამყარო, სადაც ყველაფერი იყო მოწყობილი ბერიას კომფორტისთვის და სადაც არავინ შეეძლო შესვლა მისი ნებართვის გარეშე. სარკისოვი აღწერდა, რომ ამ სახლში იყო სპეციალური ოთახები, რომლებიც იყო აღჭურვილი ყველა საჭირო საშუალებით და რომ ბერია იყენებდა ამ ადგილს არა მხოლოდ პირადი შეხვედრებისთვის, არამედ ასევე იმისთვის, რომ ჩაეტარებინა საიდუმლო შეხვედრები სხვა მაღალჩინოსნებთან და დაზვერვის აგენტებთან. სარკისოვმა ასევე აღნიშნა, რომ ბერიას ჰქონდა სპეციალური ვილა მოსკოვის გარეთ, რომელიც იყო მდებარე ტყის შუაგულში და რომელიც იყო სრულიად დამალული საზოგადოების თვალისგან. ეს ვილა იყო ბერიას საყვარელი ადგილი, სადაც იგი ატარებდა უქმე დროს და სადაც იგი იყენებდა ყველაზე მეტ შეხვედრებს ქალებთან. სარკისოვი აღწერდა, რომ ამ ვილაში იყო სპეციალური დაცვა, რომელიც შედგებოდა 10-დან 15 ადამიანამდე, რომლებიც პირდაპირ სარკისოვს ემორჩილებოდნენ და რომელთა საქმე იყო იმის უზრუნველყოფა, რომ არავინ შეეძლო ვილაში შესვლა ან გასვლა ბერიას ნებართვის გარეშე. ასეთი დაცვა იყო აუცილებელი, რადგან ბერია არ იყო დარწმუნებული, რომ მისი საქმიანობა დარჩებოდა საიდუმლო, თუ არ იქნებოდა სრული კონტროლი იმაზე, თუ ვინ იცოდა მის ადგილსამყოფელზე და რა ხდებოდა იქ. სარკისოვის სიაში იყო ერთი განსაკუთრებით საინტერესო დეტალი, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ ბერია ხშირად იყენებდა ფოტოგრაფებს და ვიდეო ჩანაწერებს იმისთვის, რომ დაეფიქსირებინა თავისი შეხვედრები ქალებთან. სარკისოვმა აღნიშნა, რომ ბერიას ჰქონდა სპეციალური ფოტოგრაფი, რომელიც მუშაობდა მხოლოდ მისთვის და რომელიც აკეთებდა ფოტოებს და ვიდეოებს ყველა შეხვედრის დროს. ეს მასალა ინახებოდა სპეციალურ სეიფში, რომელიც იყო მდებარე ბერიას პირად კაბინეტში და რომელზეც წვდომა ჰქონდა მხოლოდ ბერიას და სარკისოვს. მაგრამ რატომ აკეთებდა ბერია ასეთ ჩანაწერებს? სარკისოვი თავის შენიშვნებში ვარაუდობდა, რომ ეს იყო ბერიას გზა იმისთვის, რომ ჰქონოდა დამატებითი კონტროლი ქალებზე, რადგან თუ რომელიმე მათგანი ცდილობდა წინააღმდეგობას ან საჯაროდ საუბარს, ბერიას შეეძლო გამოეყენებინა ეს მასალა როგორც შანტაჟის საშუალება. ასეთი მეთოდი იყო ძალიან ეფექტური, რადგან ქალები იცოდნენ, რომ მათი პირადი ცხოვრების ყველაზე ინტიმური მომენტები იყო ჩაწერილი და შეიძლებოდა გამოყენებულიყო მათ წინააღმდეგ ნებისმიერ მომენტში. რას ფიქრობთ, როდესაც ისმენთ ამას? წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ყველაზე პირადი მომენტები ჩაწერილია და ინახება ვიღაცის სეიფში, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს ეს მასალა თქვენს წინააღმდეგ ნებისმიერ დროს. რა სახის შიში და უძლურება უნდა იგრძნოთ, როდესაც იცით, რომ თქვენი მთელი ცხოვრება არის ვიღაცის ხელში და თქვენ არაფერი შეგიძლიათ ამის წინააღმდეგ. სარკისოვის სიაში იყო ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა იმ ქალებთან, რომლებიც ორსულად რჩებოდნენ ბერიასგან.
სარქისოვმა აღნიშნა, რომ ასეთი შემთხვევები იყო არც თუ ისე იშვიათი და რომ ბერია ყოველთვის ითხოვდა, რომ ასეთი ორსულობები შეწყვეტილიყო სპეციალურ კლინიკებში, სადაც მუშაობდნენ ექიმები, რომლებიც პირდაპირ მას ემორჩილებოდნენ. სარქისოვმა აღწერა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ქალები ცდილობდნენ ბავშვის დატოვებას. მაგრამ ბერიას ადამიანები აიძულებდნენ მათ, რომ წასულიყვნენ კლინიკაში და გაეკეთებინათ აბორტი. ერთ შემთხვევაში სარქისოვმა აღნიშნა, რომ ერთმა ქალმა, რომელიც იყო მასწავლებელი და რომელსაც ძალიან უნდოდა ბავშვის ყოლა, შეეცადა გაქცევა მოსკოვიდან და წასვლა შორეულ რეგიონში, სადაც იგი იმედოვნებდა, რომ შეძლებდა ბავშვის დაბადებას და ახალი ცხოვრების დაწყებას. მაგრამ ბერიას ადამიანებმა იპოვეს იგი და დააბრუნეს მოსკოვში, სადაც იგი იძულებული გახდა აბორტის გაკეთება და შემდეგ გადაიყვანეს შორეულ რეგიონში, სადაც იგი დარჩა დანარჩენი ცხოვრების განმავლობაში, იზოლირებული და დამსხვრეული. ასეთი ისტორიები აჩვენებს, რომ ბერიას მეთოდები იყო არა მხოლოდ ფიზიკური ძალადობა, არამედ ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც ანადგურებდა ქალების მთელ ცხოვრებას და აქცევდა მათ ჩრდილებად, რომლებიც ცხოვრობდნენ მუდმივ შიშში და უძლურებაში. სარქისოვმა თავის შენიშვნებში აღნიშნა, რომ მან ხშირად ფიქრობდა იმაზე, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ქალების ბედი, თუ ისინი არ შეხვდებოდნენ ბერიას და თუ მათ ჰქონდათ საშუალება, რომ ეცხოვრათ ნორმალური ცხოვრებით. მაგრამ ისინი არასოდეს მიიღებდნენ ასეთ საშუალებას, რადგან ბერიამ წაართვა მათ ყველაფერი, რაც მათ ჰქონდათ და რაც მათ შეეძლოთ ჰქონოდათ. სარქისოვის სიაში იყო ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა ბერია დაემალა თავისი საქმიანობა სტალინისგან. სარქისოვმა აღნიშნა, რომ ბერია ძალიან ფრთხილად იყო და ყოველთვის ცდილობდა, რომ მისი შეხვედრები ქალებთან არ ყოფილიყო ცნობილი სტალინისთვის, რადგან იგი იცოდა, რომ სტალინი არ მოიწონებდა ასეთ ქცევას და შეიძლებოდა გამოეყენებინა ეს ინფორმაცია ბერიას წინააღმდეგ. სარქისოვმა აღწერა, რომ ბერია ყოველთვის იყენებდა სპეციალურ მანქანებს, რომლებიც არ იყო მონიშნული როგორც სამთავრობო მანქანები და რომლებიც არ იყო ცნობილი როგორც ბერიას ტრანსპორტი. ასევე, ბერია ყოველთვის ცდილობდა, რომ მისი შეხვედრები ხდებოდა ღამის საათებში ან დღის იმ დროს, როდესაც სტალინი იყო დაკავებული სხვა საქმეებით და არ შეეძლო ბერიას მოძრაობის თვალყურის დევნება. მაგრამ სტალინი იცოდა თუ არა რაიმე ამ ყველაფრის შესახებ. სარქისოვმა თავის შენიშვნებში ვარაუდობდა, რომ სტალინს ჰქონდა ინფორმაცია ბერიას საქმიანობის შესახებ, მაგრამ არ იყენებდა მას, რადგან ბერია იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა მისთვის და სტალინი არ იყო მზად, რომ დაეკარგა ასეთი ეფექტური უშიშროების უფროსი. სარქისოვმა აღნიშნა, რომ სტალინი ხშირად იყენებდა ბერიას პირად ცხოვრებას როგორც კონტროლის საშუალებას, რადგან იგი იცოდა, რომ ბერია იყო დამოკიდებული მასზე და არ გაბედავდა მის წინააღმდეგ წასვლას, რადგან სტალინს შეეძლო ნებისმიერ მომენტში გამოეყენებინა ეს ინფორმაცია ბერიას გასანადგურებლად. ასეთი იყო ძალაუფლების თამაში საბჭოთა კავშირის უმაღლეს ესელონებში, სადაც ყველა იცოდა ყველა საიდუმლოებები და ყველა იყენებდა ამ საიდუმლოებებს როგორც იარაღს ერთმანეთის წინააღმდეგ. სარქისოვის სიაში იყო ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა 1953 წელს, როდესაც ბერიამ გადაწყვიტა, რომ უნდა განადგურებულიყო ყველა დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებული იყო მის პირად ცხოვრებასთან. სარქისოვმა აღნიშნა, რომ ბერიამ მას უბრძანა, რომ გაენადგურებინა ყველა ფოტო, ვიდეო და დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას ქალების შესახებ, მაგრამ სარქისოვმა ვერ გაბედა სიის განადგურება, რადგან იგი თვლიდა, რომ ეს იყო ერთადერთი მტკიცებულება იმისა, თუ რა ხდებოდა რეალურად და რომ ამ დოკუმენტმა შეიძლებოდა ერთ დღეს ჰქონოდა მნიშვნელობა. სარქისოვმა დაწვა ყველა ფოტო და ვიდეო, მაგრამ დაიმალა სია და რამდენიმე ხელით წერილი შენიშვნა, რომლებიც მან ჩაიდო კედლის ფარულ ნიშაში თავის სახლში. ეს გადაწყვეტილება იყო ძალიან საშიში, რადგან თუ ბერია გაიგებდა, რომ სარქისოვმა არ გაანადგურა ყველაფერი, სარქისოვის ბედი იქნებოდა ძალიან საშინელი. მაგრამ რატომ გადაწყვიტა სარქისოვმა ამ სიის დამალვა? რა იცოდა იგი, რაც ჩვენ არ ვიცით? და რატომ ფიქრობდა იგი, რომ ეს დოკუმენტი იქნებოდა მნიშვნელოვანი მომავალში? ამ კითხვებზე პასუხი შეიძლება იყოს ის, რომ სარქისოვი იცოდა, რომ ბერიას ძალაუფლება არ იყო მარადიული და რომ ერთ დღეს მოვიდოდა დრო, როდესაც სიმართლე გამოვიდოდა ზედაპირზე. სარქისოვმა თავის შენიშვნებში წერდა, რომ იგი ფიქრობდა იმ ქალებზე, რომლებიც დარჩნენ უსახელოდ და უხმოდ და რომლებმაც არასოდეს მიიღეს სამართლიანობა. იგი თვლიდა, რომ ამ სიამ შეიძლებოდა ერთ დღეს ჰქონოდა როლი იმაში, რომ ამ ქალების ისტორიები გახდებოდა ცნობილი და რომ მათი ტანჯვა არ დარჩებოდა უსახელოდ. სარქისოვის სიის აღმოჩენის შემდეგ 2009 წელს დაიწყო გამოძიება, რომელიც ცდილობდა იმის დადგენას, თუ რამდენად სანდო იყო ეს დოკუმენტი და რამდენად შეესაბამებოდა იგი რეალურ მოვლენებს. გამომძიებლებმა იპოვეს რამდენიმე ქალი, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყვნენ და რომლებიც იყვნენ სიაში მითითებული და მათ სთხოვეს, რომ დაედასტურებინათ ან უარეყოთ ის, რაც სიაში იყო დაწერილი.
უმეტესობამ უარი თქვა საუბარზე, რადგან ისინი ჯერ კიდევ ეშინოდათ შედეგების და არ იყვნენ მზად, რომ საჯაროდ ეთქვათ თავიანთი ისტორიები. მაგრამ სამი ქალი დათანხმდა და მათმა ჩვენებებმა დაადასტურა ის, რაც სარქისოვმა დაწერა. ერთმა ქალმა, რომელიც იმ დროს უკვე 90 წლის იყო, თქვა, რომ მთელი თავისი ცხოვრება ცხოვრობდა შიში და რომ არასოდეს ჰქონდა საშუალება, რომ ეთქვა სიმართლე, რადგან იცოდა, რომ არავინ დაიჯერებდა მას და რომ მისი ოჯახი იქნებოდა საფრთხეში. მან თქვა, რომ სარქისოვის სიის აღმოჩენა იყო პირველი შანსი იმისა, რომ სიმართლე გამოვიდოდა ზედაპირზე და რომ ის ქალები, რომლებიც დარჩნენ უსახელო, საბოლოოდ მიიღებდნენ აღიარებას. რას ფიქრობთ, როდესაც ისმენთ ამ ქალის სიტყვებს? წარმოიდგინეთ, რომ მთელი თქვენი ცხოვრება ცხოვრობთ შიში და რომ არასოდეს გაქვთ საშუალება, რომ თქვათ სიმართლე, რადგან იცით, რომ არავინ დაგიჯერებთ. რა გრძნობას გამოიწვევდა ის, რომ საბოლოოდ, ათეული წლების შემდეგ თქვენი ისტორია გახდებოდა ცნობილი და რომ თქვენ საბოლოოდ მიიღებდით აღიარებას. სარქისოვის სიის საჯაროობის შემდეგ დაიწყო დებატები იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთებულიყო ამ ინფორმაციით და თუ როგორ უნდა მიეღო სამართლიანობა იმ ქალებისთვის, რომლებიც იყვნენ ბერიას მსხვერპლნი. ზოგიერთი ადამიანი თვლიდა, რომ ეს ისტორიები უნდა დარჩენილიყო საიდუმლო, რადგან მათი საჯაროობა შეიძლებოდა დაეზიანებინა იმ ოჯახების რეპუტაცია, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ამ ქალებთან. მაგრამ სხვები თვლიდნენ, რომ სიმართლე უნდა ყოფილიყო ცნობილი, რადგან ეს იყო ერთადერთი გზა იმისა, რომ მიეღო სამართლიანობა და რომ აღიარებულიყო ის ტანჯვა, რომელიც ამ ქალებმა განიცადეს. საბოლოოდ გადაწყდა, რომ სია გახდებოდა საჯარო და რომ ყველა ქალის სახელი, რომელიც იყო სიაში მითითებული, გახდებოდა ცნობილი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ან მათი ოჯახები დათანხმდებოდნენ ამაზე. ეს გადაწყვეტილება იყო კომპრომისი, რომელიც ცდილობდა დაეცვა როგორც სიმართლის უფლება, ისე იმ ადამიანების პრივატულობა, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ამ ისტორიებთან. მაგრამ ეს კომპრომისი არ იყო სრულყოფილი, რადგან ბევრი ქალი ან მათი ოჯახები უარს ამბობდნენ საჯაროობაზე და ამდენად მათი ისტორიები დარჩა უცნობი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არასოდეს გავიგებთ სრულ სიმართლეს იმის შესახებ, თუ რამდენი ქალი იყო ბერიას მსხვერპლი და რა იყო მათი ბედი. სარქისოვის სია იძლევა მხოლოდ ნაწილობრივ სურათს, მაგრამ ეს ნაწილობრივი სურათი საკმარისია იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რა სახის ტერორი იყო ბერიას ძალაუფლება და რა სახის ტანჯვა განიცადეს ის ქალები, რომლებიც მოექცნენ მის გზაზე. სარქისოვის სიის ისტორია არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ძალაუფლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ პოლიტიკური კონტროლისთვის, არამედ პირადი სიამოვნებისთვის და თუ როგორ შეიძლება ადამიანები გახდნენ მსხვერპლი სისტემისა, რომელიც არ აძლევს მათ არავითარ შანსს დაცვისთვის ან სამართლიანობისთვის. ეს ისტორია ასევე არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა, როგორიცაა სარქისოვი, გადაწყვიტოს, რომ დაიმალოს სიმართლე იმ იმედით, რომ ერთ დღეს ეს სიმართლე გამოვიდოდა ზედაპირზე და მიეღო სამართლიანობა. სარქისოვის გადაწყვეტილება იყო რისკიანი და საშიში, მაგრამ იგი იყო ასევე მამაცური, რადგან იგი იცოდა, რომ თუ ბერია გაიგებდა, რომ სია არ იყო განადგურებული, სარქისოვის ბედი იქნებოდა ძალიან საშინელი. დღეს, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ სარქისოვის სიას და ვისმენთ იმ ქალების ისტორიებს, რომლებიც იყვნენ ბერიას მსხვერპლნი, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ასეთი რამ არასოდეს მოხდეს კვლავ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება დაცული იქნას ადამიანების უფლებები და თუ როგორ შეიძლება უზრუნველყოფილ იქნას, რომ ძალაუფლება არ გამოყენებულ იქნას არასწორად. სარქისოვის სია არის გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი ადამიანის ხელში და როდესაც არ არსებობს არავითარი კონტროლი ან ანგარიშვალდებულება. ეს არის გაფრთხილება, რომელიც ჩვენ უნდა მოვისმინოთ და რომელიც ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რათა არ დაუშვათ, რომ ისტორია გაიმეოროს. გაგრძელება სარქისოვის სიაში იყო ერთი განსაკუთრებით შემაშფოთებელი ნაწილი, რომელიც აღწერდა იმ ქალებს, რომლებიც იყვნენ ძალიან ახალგაზრდა, ზოგიერთი მათგანი მხოლოდ 16-დან 18 წლამდე ასაკის. სარქისოვმა აღნიშნა, რომ ბერია განსაკუთრებით ინტერესდებოდა ასეთი ახალგაზრდა გოგონებით, რადგან ისინი იყვნენ ყველაზე დაუცველები და ყველაზე ადვილად შეშინებულები. სიაში იყო 10-მდე ასეთი გოგონა, რომელთა უმეტესობა იყო სკოლის მოსწავლეები ან პედაგოგიური ინსტიტუტის პირველი კურსის სტუდენტები. სარქისოვი აღწერდა, რომ ამ გოგონების შემთხვევაში ბერია იყენებდა განსაკუთრებულ ტაქტიკას, რადგან მათი მშობლები იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ არავითარი კავშირი ხელისუფლებასთან და რომლებიც ვერ შეძლებდნენ თავიანთი შვილების დაცვას. ბერია იყენებდა თავის ძალაუფლებას იმისთვის, რომ დაეშინებინა ეს ოჯახები და აეძულებინა ისინი, რომ დუმდნენ და არ ეცადათ დახმარების მოძიება. ერთ შემთხვევაში სარქისოვმა აღწერა 16 წლის გოგონა, რომელიც იყო თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე და რომელიც ცხოვრობდა თავის მშობლებთან ერთად ქალაქის გარეუბანში.
ბერიამ შეამჩნია ეს გოგონა, როდესაც იგი სეირნობდა ქუჩაში მეგობრებთან ერთად და დაუყოვნებლივ გაგზავნა თავისი ადამიანები, რომ გაერკვიათ, ვინ იყო ეს გოგონა და სად ცხოვრობდა. რამდენიმე დღის შემდეგ ბერიას მძღოლი გამოჩნდა გოგონას სახლთან და უთხრა მშობლებს, რომ მათი ქალიშვილი უნდა წასულიყო ერთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, სადაც მას შესთავაზებდნენ სტიპენდიას საუკეთესო ინსტიტუტში. მშობლები, რომლებიც იყვნენ უბრალო მუშები და რომლებსაც ძალიან უნდოდათ, რომ მათი ქალიშვილი მიეღო კარგი განათლება, დათანხმდნენ და გაუშვეს გოგონა. მაგრამ როდესაც გოგონა ჩავიდა მითითებულ მისამართზე, იქ არ იყო არავითარი სტიპენდია, არამედ იყო ბერია, რომელიც ელოდა მას ერთ-ერთ თავის საიდუმლო ბინაში. სარქის ომმა აღნიშნა, რომ ამ გოგონას შემთხვევა იყო ერთ-ერთი ყველაზე საშინელი, რადგან იგი იყო ძალიან ახალგაზრდა და სრულიად გაუმზადებელი იმისთვის, რაც მოხდა. გოგონამ შეეცადა გაქცევა, მაგრამ ბერიას ადამიანებმა არ მისცეს მას ასეთი საშუალება და აფრთხილეს, რომ თუ იგი ეცდებოდა ვინმესთვის ამის თქმას, მისი მშობლები დაკარგავდნენ თავიანთ სამსახურს და ოჯახი დარჩებოდა ქუჩაში. გოგონა დაბრუნდა სახლში რამდენიმე საათის შემდეგ სრულიად დამსხვრეული და შეშინებული, მაგრამ ვერ უთხრა მშობლებს რა მოხდა, რადგან ეშინოდა შედეგების. სარქის ომმა წერდა, რომ ამ გოგონას მთელი შემდგომი ცხოვრება იყო გაფუჭებული, რადგან იგი ვერასოდეს გამოჯანმრთელდა იმ ტრავმიდან, რომელიც მან განიცადა და ვერასოდეს შეძლო ნორმალური ცხოვრების ცხოვრება. რას ფიქრობთ, როდესაც ისმენთ ამ ისტორიას? წარმოიდგინეთ, რომ თქვენი 16 წლის ქალიშვილი გადის ქუჩაში და უეცრად ვიღაც მას ეუბნება, რომ მას შესთავაზებენ სტიპენდიას, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ხაფანგი, რომელიც მთლიანად გაანადგურებს მის მომავალს. რა შეიძლებოდა იყოს უფრო საშინელი ამაზე? და რატომ ამდენი წლის განმავლობაში არავინ საუბრობდა ამაზე საჯაროდ? სარქისოვის სიაში იყო ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებდა ბერია თავის ძალაუფლებას იმისთვის, რომ მოეპოვებინა ინფორმაცია სხვა მაღალჩინოსნების შესახებ. სარქის ომმა აღნიშნა, რომ ბერია ხშირად იყენებდა იმ ქალებს, რომლებიც იყვნენ სხვა ჩინოსნების ცოლები ან ქალიშვილები, როგორც წყაროებს, რომლებიც მას აწვდიდნენ ინფორმაციას მათი ქმრების ან მამების საქმიანობის შესახებ. ასეთი ინფორმაცია იყო ძალიან ღირებული ბერიასთვის, რადგან იგი საშუალებას აძლევდა მას, რომ ჰქონოდა კონტროლი სხვა ჩინოსნებზე და გამოეყენებინა ეს ინფორმაცია მათ წინააღმდეგ, თუ ისინი ცდილობდნენ წინააღმდეგობას ან არ ასრულებდნენ მის ბრძანებებს. სარქის ომმა აღწერა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ბერიამ გამოიყენა ასეთი ინფორმაცია იმისთვის, რომ დაეცა რომელიმე ჩინოსანი ან აეძულებინა იგი, რომ გადადგომოდა თავისი თანამდებობიდან. ერთ შემთხვევაში სარქის ომმა აღნიშნა, რომ ბერიამ გამოიყენა ერთი მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრის ცოლი იმისთვის, რომ მიეღო ინფორმაცია ამ ოფიცრის კავშირების შესახებ სხვა სამხედრო ხელმძღვანელებთან. ბერიამ აიძულა ეს ქალი, რომ ყოველ კვირას მას აწვდიდა ანგარიშს იმის შესახებ, თუ რა საუბრობდა მისი ქმარი სახლში და ვისთან ხვდებოდა. ქალმა ცდილობდა წინააღმდეგობა, მაგრამ ბერიამ დაემუქრა, რომ მისი ქმარი დააპატიმრებდა ბრალდებით, რომ იგი იყო უცხოური დაზვერვის აგენტი, თუ იგი არ დაემორჩილებოდა. ქალმა საბოლოოდ დათანხმდა და გახდა ბერიას ინფორმატორი, რაც მას აქცევდა არა მხოლოდ მსხვერპლად, არამედ თანამონაწილედ იმ სისტემაში, რომელიც მას თავად ანადგურებდა. სარქის ომმა წერდა, რომ ამ ქალის ბედი იყო ძალიან საშინელი, რადგან იგი ცხოვრობდა მუდმივ შიშში და სინდისის წუხილში, რადგან იცოდა, რომ მისი ინფორმაცია შეიძლებოდა გამოყენებულიყო მისი ქმრის წინააღმდეგ. სარქისოვის სიაში იყო ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა ბერია დაემალა თავისი საქმიანობა საზოგადოებისგან. სარქის ომმა აღნიშნა, რომ ბერია იყენებდა სპეციალურ ჯგუფს, რომელიც შედგებოდა რამდენიმე ადამიანისგან, რომლებიც პირდაპირ მას ემორჩილებოდნენ და რომელთა საქმე იყო იმის უზრუნველყოფა, რომ ბერიას საქმიანობა დარჩებოდა საიდუმლო. ეს ჯგუფი მუშაობდა ისე, როგორც საუკეთესო დაზვერვითი სამსახური, რომელიც აკონტროლებდა ყველა ინფორმაციას, რომელიც შეიძლებოდა გამოჩენილიყო ბერიას შესახებ და რომელიც ანადგურებდა ნებისმიერ მტკიცებულებას, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებულიყო მის წინააღმდეგ. სარქის ომმა აღწერა, რომ ამ ჯგუფის წევრები იყვნენ ძალიან ლოიალური ბერიასადმი და რომ ისინი იყენებდნენ ნებისმიერ საშუალებას იმისთვის, რომ დაეცვათ მისი საიდუმლოებები. ერთ შემთხვევაში სარქის ომმა აღნიშნა, რომ ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც მუშაობდა მოსკოვის ერთ-ერთ გაზეთში, შეეცადა გამოეძიებინა ბერიას პირადი ცხოვრება და დაეწერა სტატია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებდა ბერია თავის ძალაუფლებას. მაგრამ სანამ ეს სტატია გამოქვეყნდებოდა, ბერიას ჯგუფმა იპოვა ჟურნალისტი და აფრთხილა, რომ თუ იგი გააგრძელებდა ამ თემაზე მუშაობას, მისი ოჯახი იქნებოდა საფრთხეში. ჟურნალისტმა შეწყვიტა გამოძიება და სტატია არასოდეს გამოქვეყნდა. სარქის ომმა წერდა, რომ ასეთი შემთხვევები იყო ძალიან ხშირი და რომ ბერიას ჯგუფი იყო ძალიან ეფექტური იმაში, რომ დაეცვა ბერიას საიდუმლოებები და არ დაეშვა, რომ ინფორმაცია გამოვიდოდა საჯაროობაში. რას ფიქრობთ, როდესაც ისმენთ ამას?
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ჟურნალისტი, რომელიც ცდილობს სიმართლის გამოძიებას და უეცრად გამოჩნდება ვიღაც, რომელიც გაფრთხილებთ, რომ თუ გააგრძელებთ, თქვენი ოჯახი იქნება საფრთხეში. რა გააკეთებდით ასეთ სიტუაციაში? გააგრძელებდით გამოძიებას თუ შეწყვეტდით, რათა დაეცვათ თქვენი საყვარელები? სარკისოვის სიაში იყო ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა 1953 წლის დეკემბერში, როდესაც ბერიამ გადაწყვიტა, რომ უნდა განადგურებულიყო ყველა დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებული იყო მის პირად ცხოვრებასთან. სარკისოვმა აღნიშნა, რომ ბერიამ მას უბრძანა, რომ გაენადგურებინა ყველა ფოტო, ვიდეო და დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას ქალების შესახებ, და რომ ეს უნდა გაკეთებულიყო ძალიან სწრაფად და საიდუმლოდ. სარკისოვმა დაცვა ყველა ფოტო და ვიდეო, რომელიც იყო ბერიას პირად არქივში, მაგრამ როდესაც მივიდა სიის განადგურების დრო, იგი ვერ გაბედა ამის გაკეთება. სარკისოვმა თავის შენიშვნებში წერდა, რომ იგი ფიქრობდა იმ ქალებზე, რომლებიც იყვნენ სიაში მითითებული და რომლებმაც განიცადეს ისეთი ტანჯვა, რომელიც არ უნდა დარჩენილიყო უსახელოდ. იგი თვლიდა, რომ ამ სიამ შეიძლებოდა ერთ დღეს ჰქონოდა როლი იმაში, რომ ამ ქალების ისტორიები გახდებოდა ცნობილი და რომ მათი ტანჯვა არ დარჩებოდა უსახელოდ. სარკისოვმა გადაწყვიტა, რომ დაემალა სია და რამდენიმე ხელით წერილი შენიშვნა, რომლებიც მან ჩაიდო კედლის ფარულ ნიშაში თავის სახლში. ეს გადაწყვეტილება იყო ძალიან საშიში, რადგან თუ ბერია გაიგებდა, რომ სარკისოვმა არ გაანადგურა ყველაფერი, სარკისოვის ბედი იქნებოდა ძალიან საშინელი. მაგრამ სარკისოვი იყო მზად ამ რისკზე. რადგან იგი თვლიდა, რომ სიმართლე იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მისი პირადი უსაფრთხოება. სარკისოვმა თავის შენიშვნებში წერდა, რომ იგი იმედოვნებდა, რომ ერთ დღეს ეს სია იქნებოდა ნაპოვნი და რომ ის ქალები, რომლებიც დარჩნენ უსახელოდ, საბოლოოდ მიიღებდნენ აღიარებას და სამართლიანობას. სარკისოვის გადაწყვეტილება იყო მამაცური და რისკიანი, მაგრამ იგი იყო ასევე ერთადერთი გზა იმისა, რომ სიმართლე არ დაკარგულიყო სამუდამოდ. სარკისოვმა იცოდა, რომ ბერიას ძალაუფლება არ იყო მარადიული და რომ ერთ დღეს მოვიდოდა დრო, როდესაც სიმართლე გამოვიდოდა ზედაპირზე. იგი იმედოვნებდა, რომ მისი გადაწყვეტილება დაემალა სია იქნებოდა სწორი და რომ ეს სია იქნებოდა ის ინსტრუმენტი, რომელიც საბოლოოდ მოიტანდა სამართლიანობას იმ ქალებისთვის, რომლებიც იყვნენ ბერიას მსხვერპლნი. სარკისოვის სიის აღმოჩენის შემდეგ 2009 წელს დაიწყო გამოძიება, რომელიც ცდილობდა იმის დადგენას. თუ რამდენად სანდო იყო ეს დოკუმენტი და რამდენად შეესაბამებოდა იგი რეალურ მოვლენებს. გამომძიებლებმა იპოვეს რამდენიმე ქალი, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყვნენ და რომლებიც იყვნენ სიაში მითითებული და მათ სთხოვეს, რომ დაედასტურებინათ ან უარეყოთ ის, რაც სიაში იყო დაწერილი. უმეტესობამ უარი თქვა საუბარზე, რადგან ისინი ჯერ კიდევ ეშინოდათ შედეგების და არ იყვნენ მზად, რომ საჯაროდ ეთქვათ თავიანთი ისტორიები. მაგრამ სამი ქალი დათანხმდა და მათმა ჩვენებებმა დაადასტურა ის, რაც სარკისოვმა დაწერა. ერთმა ქალმა, რომელიც იმ დროს უკვე 90 წლის იყო, თქვა, რომ მთელი თავისი ცხოვრება ცხოვრობდა შიში და რომ არასოდეს ჰქონდა საშუალება, რომ ეთქვა სიმართლე, რადგან იცოდა, რომ არავინ დაიჯერებდა მას და რომ მისი ოჯახი იქნებოდა საფრთხეში. მან თქვა, რომ სარკისოვის სიის აღმოჩენა იყო პირველი შანსი იმისა, რომ სიმართლე გამოვიდოდა ზედაპირზე და რომ ის ქალები, რომლებიც დარჩნენ უსახელოდ, საბოლოოდ მიიღებდნენ აღიარებას. მან ასევე თქვა, რომ იგი იმედოვნებდა, რომ ამ სიის საჯაროობა დაეხმარებოდა სხვა ქალებს, რომლებიც ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ შიში, რომ გამოსულიყვნენ და ეთქვათ თავიანთი ისტორიები. მეორე ქალმა, რომელიც იყო ყოფილი ბალერინა და რომელიც იმ დროს 70 წლის იყო, თქვა, რომ მისი მთელი კარიერა იყო დამოკიდებული ბერიაზე და რომ იგი ვერასოდეს შეძლო თავისუფლად ცხოვრება, რადგან ყოველთვის იცოდა, რომ ბერია აკონტროლებდა მის ყოველ ნაბიჯს. მან თქვა, რომ როდესაც ბერია დააპატიმრეს 1953 წელს, იგი იმედოვნებდა, რომ საბოლოოდ მიიღებდა თავისუფლებას, მაგრამ შიში არასოდეს დატოვა მას და იგი ვერასოდეს შეძლო იმის თქმა, რა მოხდა მასთან. მან თქვა, რომ სარკისოვის სიის აღმოჩენა იყო ის მომენტი, როდესაც იგი საბოლოოდ შეძლო სიმართლის თქმა და რომ ეს იყო ის, რაც მას ესაჭიროებოდა იმისთვის, რომ საბოლოოდ გამოჯანმრთელებულიყო იმ ტრავმიდან, რომელიც მან განიცადა. მესამე ქალმა, რომელიც იყო ყოფილი მასწავლებელი და რომელიც იმ დროს 85 წლის იყო, თქვა, რომ იგი ვერასოდეს დაივიწყებდა იმ დღეს, როდესაც ბერიამ პირველად შეხვდა მას და როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება იმ მომენტიდან. მან თქვა, რომ იგი ცდილობდა გაქცევას და ახალი ცხოვრების დაწყებას, მაგრამ ბერიას ადამიანები ყოველთვის პოულობდნენ მას და აბრუნებდნენ უკან. მან თქვა, რომ სარკისოვის სიის აღმოჩენა იყო ის, რაც მას აძლევდა იმედს, რომ საბოლოოდ სამართლიანობა იქნებოდა აღდგენილი და რომ ის ქალები, რომლებიც განიცადეს იგივე, რაც მან განიცადა, საბოლოოდ მიიღებდნენ აღიარებას. ამ სამი ქალის ჩვენებები იყო ძალიან ძლიერი და ემოციური და მათმა სიტყვებმა შეაშფოთა მთელი საზოგადოება.
ადამიანები დაიწყეს იმის გააზრება, თუ რა სახის ტერორი იყო ბერიას ძალაუფლება და რა სახის ტანჯვა განიცადეს ის ქალები, რომლებიც მოექცნენ მის გზაზე. სარქისოვის სიის საჯაროობამ გახადა შესაძლებელი ის, რომ ეს ისტორიები საბოლოოდ გამოვიდოდა ზედაპირზე და რომ ის ქალები, რომლებიც დარჩნენ უსახელოდ, საბოლოოდ მიიღებდნენ აღიარებას. სარქისოვის სიის ისტორია არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა, რომელიც იყო ნაწილი სისტემისა, გადაწყვიტოს, რომ დაიმალოს სიმართლე იმ იმედით, რომ ერთ დღეს ეს სიმართლე გამოვიდოდა ზედაპირზე და მოიტანდა სამართლიანობას. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ძალაუფლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ პოლიტიკური კონტროლისთვის, არამედ პირადი სიამოვნებისთვის და თუ როგორ შეიძლება ადამიანები გახდნენ მსხვერპლი სისტემისა, რომელიც არ აძლევს მათ არავითარ შანსს დაცვისთვის ან სამართლიანობისთვის. სარქისოვის გადაწყვეტილება იყო რისკიანი და საშიში, მაგრამ იგი იყო ასევე მამაცური და საბოლოოდ იგი იყო ის, რაც გახადა შესაძლებელი, რომ სიმართლე არ დაკარგულიყო სამუდამოდ. დღეს, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ სარქისოვის სიას და ვისმენთ იმ ქალების ისტორიებს, რომლებიც იყვნენ ბერიას მსხვერპლნი, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ასეთი რამ არასოდეს მოხდეს კვლავ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება დაცული იქნას ადამიანების უფლებები და თუ როგორ შეიძლება უზრუნველყოფილ იქნას, რომ ძალაუფლება არ გამოყენებულ იქნას არასწორად. სარქისოვის სია არის გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი ადამიანის ხელში და როდესაც არ არსებობს არავითარი კონტროლი ან ანგარიშვალდებულება. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? როგორ შეიძლება ჩვენ დავიცვათ ჩვენი საზოგადოება ასეთი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან? და რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ მსხვერპლნი, საბოლოოდ მიიღონ სამართლიანობა და აღიარება? გაგრძელება სარქისოვის სიაში იყო ერთი განსაკუთრებით საინტერესო ნაწილი, რომელიც აღწერდა იმ ქალებს, რომლებიც იყვნენ კულტურული ელიტის წარმომადგენლები, მსახიობები, მომღერლები, მხატვრები და მწერლები. სარქისოვმა აღნიშნა, რომ ბერია განსაკუთრებით ინტერესდებოდა ასეთი ქალებით, რადგან ისინი წარმოადგენდნენ არა მხოლოდ პირად ინტერესს, არამედ სიმბოლურ ძალაუფლებას კულტურულ სფეროზე. სიაში იყო 12-მდე ასეთი ქალი, რომელთა უმეტესობა იყო ცნობილი მთელ საბჭოთა კავშირში და რომელთა კარიერა იყო დამოკიდებული პარტიის კეთილგანწყობაზე. სარქისოვი აღწერდა, რომ ამ ქალების შემთხვევაში ბერია იყენებდა განსხვავებულ მიდგომას, რადგან მათ ჰქონდათ საჯარო იმიჯი და მათი უეცარი გაქრობა ან ქცევის შეცვლა შეიძლებოდა გამხდარიყო საეჭვო საზოგადოებისთვის. ერთ შემთხვევაში სარქისოვმა აღწერა ცნობილი მსახიობი, რომელიც მუშაობდა მოსკოვის ერთ-ერთ უდიდეს თეატრში და რომელიც იყო ძალიან პოპულარული მაყურებელში. ბერიამ შეამჩნია ეს მსახიობი ერთ-ერთ სპექტაკლზე და დაუყოვნებლივ გადაწყვიტა, რომ უნდა შეხვედროდა მას. სარქისოვმა აღნიშნა, რომ ბერიამ გამოიყენა თავისი კავშირები თეატრის დირექციასთან და მოაწყო ისე, რომ მსახიობს შესთავაზეს მთავარი როლი ახალ სპექტაკლში, მაგრამ პირობით, რომ იგი უნდა შეხვედროდა ბერიას პირადად, რათა განიხილათ ეს პროექტი. მსახიობი, რომელიც იმ დროს 30 წლის იყო და რომელსაც ძალიან უნდოდა ამ როლის მიღება, დათანხმდა შეხვედრაზე და წავიდა ბერიას ერთ-ერთ საიდუმლო ბინაში. სარქისოვმა წერდა, რომ ეს შეხვედრა იყო დასაწყისი იმისა, რაც გაგრძელდა რამდენიმე წლის განმავლობაში და რაც მთლიანად შეცვალა მსახიობის ცხოვრება. მსახიობმა მიიღო მთავარი როლი სპექტაკლში და მისი კარიერა დაიწყო სწრაფი ზრდა, მაგრამ ამის ფასი იყო ის, რომ იგი უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი ბერიასთვის ნებისმიერ დროს, როდესაც იგი მოითხოვდა. სარქისოვმა აღნიშნა, რომ მსახიობი ცდილობდა წინააღმდეგობას რამდენჯერმე, მაგრამ ყოველჯერზე ბერია უთხრობდა, რომ თუ იგი არ დაემორჩილებოდა, მისი კარიერა დასრულდებოდა და იგი აღარასოდეს მიიღებდა არავითარ როლს არც ერთ თეატრში. მსახიობმა საბოლოოდ მიიღო ეს პირობები და გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი საბჭოთა კავშირში, მაგრამ მისი წარმატების უკან იყო საშინელი საიდუმლო, რომელიც იგივე რასოდეს შეძლო გაზიარება არავისთან. რას ფიქრობთ, როდესაც ისმენთ ამ ისტორიას? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ახალგაზრდა მსახიობი, რომელსაც ძალიან უნდა წარმატება და უეცრად გეძლევათ შანსი, რომ გახდეთ ვარსკვლავი, მაგრამ ამის ფასი არის თქვენი თავისუფლების და ღირსების დაკარგვა. რას აირჩევდით ასეთ სიტუაციაში? და რამდენად სამართლიანია, რომ ადამიანმა უნდა გააკეთოს ასეთი არჩევანი? სარქისოვის სიაში იყო ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებდა ბერია თავის ძალაუფლებას იმისთვის, რომ გავლენა მოეხდინა კულტურულ პოლიტიკაზე. სარქისოვმა აღნიშნა, რომ ბერია ხშირად იყენებდა იმ ქალებს, რომლებიც იყვნენ კულტურული ელიტის წარმომადგენლები, როგორც წყაროებს, რომლებიც მას აწვდიდნენ ინფორმაციას სხვა მხატვრების, მწერლების და რეჟისორების შესახებ.
ასეთი ინფორმაცია იყო ძალიან ღირებული ბერიასთვის, რადგან იგი საშუალებას აძლევდა მას, რომ აკონტროლებდა კულტურულ სფეროს და გადაეწყვიტა, თუ ვინ მიიღებდა დაფინანსებას, ვინ მიიღებდა ჯილდოებს და ვინ იქნებოდა დაშვებული საზღვარგარეთ გასტროლებზე. სარკისოვმა აღწერა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ბერიამ გამოიყენა ასეთი ინფორმაცია იმისთვის, რომ დაეცა რომელიმე მხატვარი ან მწერალი, რომელიც არ იყო ლოიალური პარტიის მიმართ. ერთ შემთხვევაში სარკისოვმა აღნიშნა, რომ ბერიამ გამოიყენა ერთი ცნობილი მომღერლის ინფორმაცია იმისთვის, რომ დაეპატიმრა ერთი რეჟისორი, რომელიც ცდილობდა ახალი, უფრო თავისუფალი სტილის სპექტაკლების დადგმას. მომღერალმა, რომელიც იყო ბერიას ერთ-ერთი რეგულარული ვიზიტორი, უთხრა ბერიას, რომ ეს რეჟისორი ხშირად საუბრობდა იმაზე, თუ როგორ უნდა შეცვლილიყო საბჭოთა კულტურული პოლიტიკა და როგორ უნდა მიეცათ მხატვრებს მეტი თავისუფლება. ბერიამ გამოიყენა ეს ინფორმაცია და დააპატიმრა რეჟისორი ბრალდებით, რომ იგი იყო ანტისაბჭოთა ელემენტი. სარკისოვმა წერდა, რომ მომღერალმა მოგვიანებით შეეცადა თავის გამართლება და თქვა, რომ იგი არ იცოდა, რომ მისი სიტყვები გამოყენებული იქნებოდა ასეთი მიზნით, მაგრამ ბერიამ უთხრა, რომ იგი უბრალოდ ასრულებდა თავის მოვალეობას და რომ მან უნდა გააგრძელოს ასეთი ინფორმაციის მიწოდება, თუ იგი იყო მზად გაეგრძელებინა თავისი კარიერა. სარკისოვის სიაში იყო ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა ბერია დაემალა თავისი საქმიანობა საზოგადოებისგან და როგორ იყენებდა იგი სხვადასხვა მეთოდებს იმისთვის, რომ არავინ გაიგოს, რა ხდებოდა რეალურად. სარკისოვმა აღნიშნა, რომ ბერია ყოველთვის იყენებდა სპეციალურ მანქანებს, რომლებიც არ იყო მონიშნული როგორც სამთავრობო მანქანები და რომლებიც არ იყო ცნობილი როგორც ბერიას ტრანსპორტი. ასევე ბერია ყოველთვის ცდილობდა, რომ მისი შეხვედრები ხდებოდა ღამის საათებში ან დღის იმ დროს, როდესაც ქუჩები იყო ნაკლებად დატვირთული და როდესაც ნაკლები ადამიანი შეეძლო მისი დანახვა. სარკისოვმა აღწერა, რომ ბერიას ჰქონდა რამდენიმე სპეციალური ბინა მოსკოვში და მის გარეთ, რომლებიც იყო სრულიად იზოლირებული და დაცული და სადაც იგი იყენებდა ამ შეხვედრებისთვის. ერთ-ერთი ასეთი ბინა იყო მდებარე მოსკოვის ცენტრში, ერთ-ერთ მშვიდ ქუჩაზე, რომელიც გარედან ჩანდა როგორც ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობა. სარკისოვმა აღნიშნა, რომ ამ ბინაში იყო სპეციალური შესასვლელი, რომელიც იყო დამალული ეზოდან და რომელიც საშუალებას აძლევდა ბერიას, რომ შესულიყო და გასულიყო ისე, რომ არავინ დაენახა. ბინა იყო აღჭურვილი ყველა საჭირო საშუალებით და იქ იყო სპეციალური ოთახები, რომლებიც იყო მოწყობილი ბერიას კომფორტისთვის. სარკისოვმა წერდა, რომ ამ ბინაში ბერია ატარებდა უმეტეს დროს და რომ სწორედ აქ ხდებოდა უმეტესი შეხვედრები ქალებთან. ბინას ჰქონდა ასევე სპეციალური დაცვა, რომელიც შედგებოდა 5-დან 10 ადამიანამდე, რომლებიც პირდაპირ სარკისოვს ემორჩილებოდნენ და რომელთა საქმე იყო იმის უზრუნველყოფა, რომ არავინ შეეძლო ბინაში შესვლა ან გასვლა ბერიას ნებართვის გარეშე. სარკისოვმა ასევე აღნიშნა, რომ ბერიას ჰქონდა სპეციალური ვილა მოსკოვის გარეთ, რომელიც იყო მდებარე ტყის შუაგულში და რომელიც იყო სრულიად დამალული საზოგადოების თვალისგან. ეს ვილა იყო ბერიას საყვარელი ადგილი, სადაც იგი ატარებდა უქმე დროს და სადაც იგი იყენებდა ყველაზე მეტ შეხვედრებს ქალებთან. სარკისოვი აღწერდა, რომ ამ ვილაში იყო სპეციალური დაცვა, რომელიც შედგებოდა 15-დან 20 ადამიანამდე, რომლებიც პირდაპირ სარკისოვს ემორჩილებოდნენ და რომელთა საქმე იყო იმის უზრუნველყოფა, რომ არავინ შეეძლო ვილაში შესვლა ან გასვლა ბერიას ნებართვის გარეშე. ვილას ჰქონდა ასევე სპეციალური გვირაბი, რომელიც აკავშირებდა მას უახლოეს გზასთან და რომელიც საშუალებას აძლევდა ბერიას, რომ შესულიყო და გასულიყო ისე, რომ არავინ დაენახა. რას ფიქრობთ, როდესაც ისმენთ ამ დეტალებს? წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცას აქვს ასეთი სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს მას, რომ მოქმედებდეს სრულიად საიდუმლოდ და რომ არავინ იცოდეს, რა ხდება რეალურად. რა სახის ძალაუფლება საჭიროა იმისთვის, რომ შექმნა ასეთი სისტემა და რა სახის შიში უნდა იყოს საზოგადოებაში, რომ არავინ გაბედოს ამის შესახებ საუბარი. სარკისოვის სიაში იყო ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებდა ბერია ფოტოგრაფებს და ვიდეო ჩანაწერებს იმისთვის, რომ დაეფიქსირებინა თავისი შეხვედრები ქალებთან. სარკისოვმა აღნიშნა, რომ ბერიას ჰქონდა სპეციალური ფოტოგრაფი, რომელიც მუშაობდა მხოლოდ მისთვის და რომელიც აკეთებდა ფოტოებს და ვიდეოებს ყველა შეხვედრის დროს. ეს მასალა ინახებოდა სპეციალურ სეიფში, რომელიც იყო მდებარე ბერიას პირად კაბინეტში და რომელზეც წვდომა ჰქონდა მხოლოდ ბერიას და სარკისოვს. სარკისოვმა თავის შენიშვნებში ვარაუდობდა, რომ ეს იყო ბერიას გზა იმისთვის, რომ ჰქონოდა დამატებითი კონტროლი ქალებზე, რადგან თუ რომელიმე მათგანი ცდილობდა წინააღმდეგობას ან საჯაროდ საუბარს, ბერიას შეეძლო გამოეყენებინა ეს მასალა როგორც შანტაჟის საშუალება. სარკისოვმა აღწერა ერთი შემთხვევა, როდესაც ერთმა ქალმა, რომელიც იყო ცნობილი მსახიობი, შეეცადა წინააღმდეგობა და უთხრა ბერიას, რომ იგი აღარ იყო მზად გაეგრძელებინა ეს ურთიერთობა.
ბერიამ მაშინ აჩვენა მას რამდენიმე ფოტო, რომლებიც იყო გადაღებული მათი შეხვედრების დროს და უთხრა, რომ თუ იგი არ გააგრძელებდა ვიზიტებს, ეს ფოტოები გახდებოდა საჯარო და მისი კარიერა დასრულდებოდა. მსახიობმა, რომელიც იყო შეშინებული და უძლური, დათანხმდა და გააგრძელა ვიზიტები. სარკისოვმა წერდა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი, რომელიც ბერია იყენებდა იმისთვის, რომ აიკონტროლებინა ქალები და არ მისცემოდა მათ საშუალება, რომ გაქცეულიყვნენ. სარკისოვის სიაში იყო ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა იმ ქალებთან, რომლებიც ცდილობდნენ გარბენას ან საჯაროდ საუბარს დაწყებას. სარკისოვმა აღნიშნა, რომ ასეთი შემთხვევები იყო ძალიან იშვიათი, რადგან უმეტესობა ეშინოდა შედეგების, მაგრამ იყო რამდენიმე ქალი, რომლებმაც გაბედეს და შეეცადეს წინააღმდეგობა. სარკისოვმა აღწერა ერთი ასეთი შემთხვევა, როდესაც ერთმა ქალმა, რომელიც იყო მასწავლებელი მოსკოვში, გაბედა და დაწერა წერილი ცენტრალურ კომიტეტს, სადაც აღწერდა იმას, თუ როგორ აიძულებდნენ ბერიასთან შეხვედრებს. ეს წერილი არასოდეს მიაღწია ცენტრალურ კომიტეტამდე, რადგან ბერიას ადამიანებმა გადაიტაცეს და თავად მასწავლებელი გადაიყვანეს შორეულ რეგიონში, სადაც იგი დარჩა დანარჩენი ცხოვრების განმავლობაში, იზოლირებული და მორჩილი. სარკისოვმა ასევე აღნიშნა, რომ იყო ერთი ქალი, რომელმაც შეეცადა გაქცევა საზღვარგარეთ და თავშესაფრის მოთხოვნა ერთ-ერთ დასავლურ ქვეყანაში. ეს ქალი იყო ცნობილი ბალერინა, რომელიც იყო გასტროლებზე ევროპაში და რომელმაც გადაწყვიტა, რომ არ დაბრუნებულიყო საბჭოთა კავშირში. მაგრამ ბერიას ადამიანებმა იპოვეს იგი და დააბრუნეს მოსკოვში, სადაც იგი დააპატიმრეს და გაგზავნეს შრომით ბანაკში. სარკისოვმა წერდა, რომ ეს ქალი დარჩა ბანაკში 5 წლის განმავლობაში და როდესაც იგი საბოლოოდ გათავისუფლდა, მისი ჯანმრთელობა იყო სრულიად გაფუჭებული და იგი ვერასოდეს შეძლო თავისი კარიერის გაგრძელება. რას ფიქრობთ, როდესაც ისმენთ ამ ისტორიებს? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ცდილობთ გაქცევას და ახალი ცხოვრების დაწყებას, მაგრამ უეცრად გამოჩნდება ვიღაც, რომელიც დაგაბრუნებთ უკან და დაგისჭით იმისთვის, რომ გაბედეთ თავისუფლების ძიება. რა შეიძლებოდა იყოს უფრო საშინელი ამაზე? სარკისოვის სიის ისტორია არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ძალაუფლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ პოლიტიკური კონტროლისთვის, არამედ პირადი სიამოვნებისთვის და თუ როგორ შეიძლება ადამიანები გახდნენ მსხვერპლი სისტემისა, რომელიც არ აძლევს მათ არავითარ შანსს დაცვისთვის ან სამართლიანობისთვის. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა, როგორიცაა სარკისოვი, გადაწყვიტოს, რომ დაიმალოს სიმართლე იმ იმედით, რომ ერთ დღეს ეს სიმართლე გამოვიდოდა ზედაპირზე და მოიტანდა სამართლიანობას. სარკისოვის გადაწყვეტილება იყო რისკიანი და საშიში, მაგრამ იგი იყო ასევე მამაცური და საბოლოოდ იგი იყო ის, რაც გახადა შესაძლებელი, რომ სიმართლე არ დაკარგულიყო სამუდამოდ. დღეს, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ სარკისოვის სიას და ვისმენთ იმ ქალების ისტორიებს, რომლებიც იყვნენ ბერიას მსხვერპლნი, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ასეთი რამ არასოდეს მოხდეს კვლავ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება დაცული იქნას ადამიანების უფლებები და თუ როგორ შეიძლება უზრუნველყოფილ იქნას, რომ ძალაუფლება არ გამოყენებულ იქნას არასწორად. სარკისოვის სია არის გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი ადამიანის ხელში და როდესაც არ არსებობს არავითარი კონტროლი ან ანგარიშვალდებულება. ეს არის გაფრთხილება, რომელიც ჩვენ უნდა მოვისმინოთ და რომელიც ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რათა არ დაუშვათ, რომ ისტორია გაიმეოროს. გაგრძელება და დასასრული სარკისოვის სიის ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი ასპექტი იყო ის, თუ როგორ აღწერდა იგი იმ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფდა ამ ყველაფრის საიდუმლოებას. სარკისოვმა დეტალურად ჩამოთვალა ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ამ სისტემის ნაწილი და რომლებიც თითოეული თავისი როლით უზრუნველყოფდნენ იმას, რომ არავინ გაიგოს. რა ხდებოდა რეალურად? სიაში იყო მითითებული 12 ადამიანი, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობდნენ ამ ოპერაციებში: მძღოლები, დაცვის თანამშრომლები, ექიმები, ფოტოგრაფები და სხვები. სარკისოვმა აღნიშნა, რომ ყველა ეს ადამიანი იყო შერჩეული ძალიან ფრთხილად და რომ მათი ლოიალობა იყო უზრუნველყოფილი როგორც მატერიალური წახალისებით, ისე შიშით იმისა, თუ რა მოხდებოდა მათთან, თუ ისინი ღალატობდნენ. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო ექიმი, რომელიც მუშაობდა მხოლოდ ბერიასთვის და რომლის საქმე იყო იმის უზრუნველყოფა, რომ ქალები, რომლებიც ხვდებოდნენ ბერიას, იყვნენ ჯანმრთელები და არ ჰქონოდათ არავითარი დაავადება, რომელიც შეიძლებოდა გადაედოთ ბერიას. სარკისოვმა აღწერა, რომ ეს ექიმი ასევე იყო პასუხისმგებელი იმაზე, რომ უზრუნველეყო აბორტები იმ შემთხვევებში, როდესაც ქალები ორსულად რჩებოდნენ. სარკისოვმა აღნიშნა, რომ ეს ექიმი იყო ძალიან ლოიალური ბერიასადმი და რომ იგი არასოდეს საუბრობდა იმაზე, რასაც ხედავდა და რასაც აკეთებდა. ექიმს ჰქონდა სპეციალური კლინიკა, რომელიც იყო მდებარე მოსკოვის გარეუბანში და რომელიც იყო სრულიად იზოლირებული და დაცული.
სარქისოვმა წერდა, რომ ამ კლინიკაში ხდებოდა ყველა სამედიცინო პროცედურა, რომელიც დაკავშირებული იყო ბერიას საქმიანობასთან და რომ არავინ, გარდა ბერიას უშუალო ადამიანებისა, არ იცოდა ამ კლინიკის არსებობის შესახებ. სარქისოვმა ასევე აღწერა ფოტოგრაფი, რომელიც მუშაობდა მხოლოდ ბერიასთვის და რომლის საქმე იყო ყველა შეხვედრის დოკუმენტირება. ეს ფოტოგრაფი იყო პროფესიონალი, რომელიც ადრე მუშაობდა ერთ-ერთ მთავარ გაზეთში, მაგრამ ბერიამ მოიზიდა იგი უფრო მაღალი ანაზღაურებით და დაპირებით, რომ მას ექნებოდა სტაბილური და უსაფრთხო სამსახური. სარქისოვმა აღნიშნა, რომ ეს ფოტოგრაფი აკეთებდა როგორც ფოტოებს, ისე ვიდეო ჩანაწერებს და რომ ყველა ეს მასალა ინახებოდა სპეციალურ სეიფში ბერიას კაბინეტში. სარქისოვმა წერდა, რომ ფოტოგრაფი იყო ძალიან შეშინებული და რომ იგი არასოდეს საუბრობდა იმაზე, რასაც აკეთებდა, რადგან იცოდა, რომ თუ იგი ღალატობდა, მისი ბედი იქნებოდა ძალიან საშინელი. რას ფიქრობთ, როდესაც ისმენთ ამ დეტალებს? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ექიმი ან ფოტოგრაფი, რომელსაც სთხოვენ, რომ მონაწილეობა მიიღოთ ასეთ საქმეებში. რას აირჩევდით, უარს იტყოდით და რისკავდით თქვენს ცხოვრებას, თუ დათანხმდებოდით და გახდებოდით ნაწილი ამ საშინელი სისტემისა? სარქისოვის სიაში იყო ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ცვლიდა ბერია თავის ტაქტიკას დროთა განმავლობაში. სარქისოვმა აღნიშნა, რომ 1929 წლიდან 1935 წლამდე, როდესაც ბერია იყო საქართველოს უშიშროების უფროსი, იგი იყო უფრო პირდაპირი და ნაკლებად ფრთხილი თავის მეთოდებში. მაგრამ როდესაც იგი გადავიდა მოსკოვში და გახდა მთელი საბჭოთა კავშირის უშიშროების უფროსი, იგი გახდა უფრო ფრთხილი და უფრო სისტემატური. სარქისოვმა წერდა, რომ ბერია დაიწყო უფრო რთული სქემების გამოყენება იმისთვის, რომ დაემალა თავისი საქმიანობა და რომ შეექმნა მთელი ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფდა მის საიდუმლოებებს. სარქისოვმა აღნიშნა, რომ 1935 წლიდან 1930 წლამდე ბერია იყენებდა უფრო დახვეწილ მეთოდებს და რომ იგი იწყებდა იმ ქალების გამოყენებას, რომლებიც იყვნენ სხვა ჩინოსნების ცოლები ან ქალიშვილები, როგორც ინფორმაციის წყაროებს. ეს იყო პერიოდი, როდესაც ბერია ყველაზე მეტად აძლიერებდა თავის ძალაუფლებას და როდესაც იგი იყენებდა ყველა შესაძლო საშუალებას იმისთვის, რომ გაეზარდა თავისი გავლენა როგორც უშიშროების სფეროში, ისე პოლიტიკურ და კულტურულ სფეროებში. სარქისოვმა წერდა, რომ ამ პერიოდში ბერია იყო ყველაზე საშიში და ყველაზე ძლიერი, რადგან მას ჰქონდა სრული კონტროლი როგორც უშიშროების აპარატზე, ისე ინფორმაციის ნაკადებზე, რომლებიც მოდიოდა ყველა სფეროდან. სარქისოვმა ასევე აღნიშნა, რომ 1930 წლიდან 1953 წლამდე ბერია გახდა კიდევ უფრო ფრთხილი და კიდევ უფრო პარანოიდული. სარქისოვმა წერდა, რომ ბერია იწყებდა იმის გრძნობას, რომ მისი ძალაუფლება შეიძლებოდა ყოფილიყო საფრთხეში და რომ იგი იწყებდა უფრო მეტი ყურადღების მიქცევას იმაზე, თუ ვინ იცოდა მის საიდუმლოებებს და ვინ შეიძლებოდა გამხდარიყო საფრთხე მისთვის. სწორედ ამ პერიოდში ბერიამ გადაწყვიტა, რომ უნდა განადგურებულიყო ყველა დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებული იყო მის პირად ცხოვრებასთან და სწორედ ამ მომენტში სარქისოვმა გადაწყვიტა, რომ დაემალა სია. სარქისოვმა თავის შენიშვნებში წერდა, რომ იგი ფიქრობდა იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტა ბერიამ ამ დოკუმენტების განადგურება სწორედ 1953 წელს. სარქისოვი ვარაუდობდა, რომ ბერია იცოდა რაღაც, რაც სხვებმა არ იცოდნენ და რომ იგი გრძნობდა, რომ მისი პოზიცია შეიძლებოდა ყოფილიყო საფრთხეში. სარქისოვმა აღნიშნა, რომ 1953 წელს იყო დაძაბული ატმოსფერო კრემლში და რომ ბევრი ადამიანი საუბრობდა იმაზე, რომ სტალინი იწყებდა უნდობლობას ზოგიერთი თავისი უახლოესი თანამშრომლების მიმართ. სარქისოვმა წერდა, რომ ბერია შეიძლება გრძნობდა, რომ იგი შეიძლებოდა ყოფილიყო ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც მოექცეოდა სტალინის ეჩვის ქვეშ და რომ სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან ყველა კომპრომატის განადგურება. მაგრამ რატომ არ გაანადგურა სარქისოვმა სია? სარქისოვმა თავის შენიშვნებში წერდა, რომ იგი ფიქრობდა იმ ქალებზე, რომლებიც იყვნენ სიაში მითითებული და რომლებმაც განიცადეს ისეთი ტანჯვა, რომელიც არ უნდა დარჩენილიყო უსახელოდ. იგი თვლიდა, რომ ამ სიამ შეიძლებოდა ერთ დღეს ჰქონოდა როლი იმაში, რომ ამ ქალების ისტორიები გახდებოდა ცნობილი და რომ მათი ტანჯვა არ დარჩებოდა უსახელოდ. სარქისოვმა ასევე წერდა, რომ იგი თვლიდა, რომ ბერიას ძალაუფლება არ იყო მარადიული და რომ ერთ დღეს მოვიდოდა დრო, როდესაც სიმართლე გამოვიდოდა ზედაპირზე. იგი იმედოვნებდა, რომ მისი გადაწყვეტილება დაემალა სია იქნებოდა სწორი და რომ ეს სია იქნებოდა ის ინსტრუმენტი, რომელიც საბოლოოდ მოიტანდა სამართლიანობას იმ ქალებისთვის, რომლებიც იყვნენ ბერიას მსხვერპლნი. სარქისოვის სიის აღმოჩენის შემდეგ 2009 წელს დაიწყო ფართო საზოგადოებრივი დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოეპყრათ ამ ინფორმაციას და რა უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ მიეღო სამართლიანობა იმ ქალებისთვის, რომლებიც იყვნენ ბერიას მსხვერპლნი.
ზოგიერთი ადამიანი თვლიდა, რომ ეს ისტორიები უნდა დარჩენილიყო საიდუმლო, რადგან მათი საჯაროობა შეიძლებოდა დაეზიანებინა იმ ოჯახების რეპუტაცია, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ამ ქალებთან. მაგრამ სხვები თვლიდნენ, რომ სიმართლე უნდა ყოფილიყო ცნობილი, რადგან ეს იყო ერთადერთი გზა იმისა, რომ მიეღო სამართლიანობა და რომ აღიარებულიყო ის ტანჯვა, რომელიც ამ ქალებმა განიცადეს. საბოლოოდ გადაწყდა, რომ სია გახდებოდა საჯარო. მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც არ შეიცავდა პირად დეტალებს, რომლებიც შეიძლებოდა დაეზიანებინა ცოცხალი ადამიანების ღირსებას. ასევე გადაწყდა, რომ შეიქმნებოდა სპეციალური კომისია, რომელიც გამოიძიებდა ყველა შემთხვევას და ცდილობდა იმის დადგენას, თუ რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ მიეღო სამართლიანობა იმ ქალებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყვნენ. ეს კომისია მუშაობდა რამდენიმე წლის განმავლობაში და მოამზადა დეტალური ანგარიში, რომელიც აღწერდა იმას, თუ რა მოხდა და რა უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ ასეთი რამ არასოდეს მოხდეს კვლავ. სარქისოვის ისტორია არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა, რომელიც იყო ნაწილი სისტემისა, გადაწყვიტოს, რომ დაიმალოს სიმართლე იმ იმედით, რომ ერთ დღეს ეს სიმართლე გამოვიდოდა ზედაპირზე და მოიტანდა სამართლიანობას. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ძალაუფლება გამოყენებულ იქნას არასწორად და თუ როგორ შეიძლება ადამიანები გახდნენ მსხვერპლი სისტემისა, რომელიც არ აძლევს მათ არავითარ შანსს დაცვისთვის ან სამართლიანობისთვის. სარქისოვის გადაწყვეტილება იყო რისკიანი და საშიში, მაგრამ იგი იყო ასევე მამაცური და საბოლოოდ იგი იყო ის, რაც გახადა შესაძლებელი, რომ სიმართლე არ დაკარგულიყო სამუდამოდ. დღეს, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ სარქისოვის სიას და ვისმენთ იმ ქალების ისტორიებს, რომლებიც იყვნენ ბერიას მსხვერპლნი, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ასეთი რამ არასოდეს მოხდეს კვლავ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება დაცული იქნას ადამიანების უფლებები და თუ როგორ შეიძლება უზრუნველყოფილ იქნას, რომ ძალაუფლება არ გამოყენებულ იქნას არასწორად. სარქისოვის სია არის გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს. როდესაც ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი ადამიანის ხელში და როდესაც არ არსებობს არავითარი კონტროლი ან ანგარიშვალდებულება. ეს არის ისტორია, რომელიც ჩვენ უნდა გავიხსენოთ და რომელიც ჩვენ უნდა გაუზიაროთ მომავალ თაობებს, რათა ისინი იცოდნენ, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ძალაუფლება გამოიყენება არასწორად და როდესაც ადამიანების უფლებები არ არის დაცული. სარქისოვის სია არის მტკიცებულება იმისა, რომ სიმართლე ყოველთვის გამოდის ზედაპირზე, თუნდაც ეს მოითხოვოს ათეული წლები და რომ სამართლიანობა, თუნდაც დაგვიანებული, საბოლოოდ ყოველთვის მოდის. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? როგორ შეიძლება ჩვენ დავიცვათ ჩვენი საზოგადოება ასეთი ძალაუფლების არასწორი გამოყენებისგან? და რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ მსხვერპლნი, საბოლოოდ მიიღონ სამართლიანობა და აღიარება? ეს არის კითხვები, რომლებზეც ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ და რომლებზეც ჩვენ ყველამ უნდა ვიპოვოთ პასუხები. რათა შევქმნათ უკეთესი მომავალი, სადაც ასეთი საშინელებები აღარასოდეს განმეორდება.